მოგესალმებით მეგობრებო, ვივალელინე და დღეს გადავწყვიტე, რომ მომავალი წლიდან აუცილებლად უნდა ავისრულო ჩემი ყველა ვაწყება და უნდა გავხდე ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. დღეს არის 26 ნოემბერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ წლამდე არ დარჩა ძალიან ბევრი, დარჩა 35 დღე და ამ 35 დღეში უნდა მოვასწრო ძალიან ბევრი რამ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 3 დეკემბერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე უკვე დავიწყე ამ ყველაფრის გაკეთება. ამ 2 დღის განმავლობაში, დღეს მესამეა, ბევრი რამ გავაკეთე. შეგულისხმობ იმას, რომ ჩამოვწერე ჩემი მთელი დღის გეგმები, შევადგინე მთელი წლის განმავლობაში ყველა დღის გეგმა და დღეს ჩემთან ერთად აწყობთ vision board. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 6 დეკემბერი, დღეს მორჩი ჩემი ყველაზე ამბიციური წლის გეგმების ჩამოწერას. ეხლა თქვენთან ერთად გადავიტან ამას ჩემი გეგმების დღიურში და შემდეგ მოვიფიქრებ რა გავაკეთეთ. დღეისათვის ასევე ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი დავაორგანიზო ჩემს ლეპტოპში, შევადგინო პლეილისტები, ავაწყო moodboard-ები და გავანაწილო ეს გეგმები თვეების მიხედვით. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 7 დეკემბერი და ამ ვიდეოს წერ მაშინ როცა უკვე მორჩი ჩემი ოთახის გადმოვაგება ეს და ეხლა დავაკეთე ოთახი ჩემთან ერთად.
უკვე დავამატებ იმასაც, რომ მოვურჩი ჩემს პლეილისტების აწყობას, მოვურჩი ჩემი ვიშლისტების აწყობას, vision board-ი და შედასაბეჭდი და მაგასაც თქვენთან ერთად გავაკეთებ. ხვალ მივდივარ ამ ოთახისთვის რაღაცეები ვიყიდო და ყველაფერს გაჩვენებთ. ეს არის ძირითადი პლეილისტი, რომელთაც ვერ ხელმძღვანელებ წელს. 24-ის vision board-ზე ნამუშევრა ყველაფერი, რაც შევასრულე წელს და რაც დარჩა, იმას აუცილებლად შევასრულებ 25 წელს. ასე გამოიყურება ჩემი დალაგებული გარდერობი, რომელიც დიდხანს ვეცლებს. მეგობრებო, ეხლა დავბრუნდი სახლში და ეხლა არის 6 საათი, უკვე საკმაოდ ბნელა. ეხლა გაჩვენებთ რა ვიყიდე. ისიც ვიყიდე, რაც არ მჭირდებოდა და გზადთან პატარა ამერეთიც ჩავამოვიდა და იმასაც გავხსნით თქვენთან ერთად. ეს საკითხია, რომელიც საკმაოდ შესაძლებელი. ეს ჩანთავრია ჩემთვის, იმიტომ რომ ხალხი ეს თემოდა. შემთხვევით მომეწონა და მომეწონა. მოვურჩი ყველაფერს ლეპტოპში გადატანას, ყველაფერი გადავიტანე, ყველა დეტალი ჩამოვწერე და ეხლა გაჩვენებთ ყველაფერს. აქ ამანათები ჩამოვიდა, სადაც შემთხვევით ჩემი ამანათი გაყვათ უკან და ძალიან ბედნიერი დავიწყე გახსნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თეთრეულის გარდა ჩემი არაფერი არ იყო და სხვისი ამანათები გავხსენი. აქ კიდევ ერთი ამანათები ჩამოვიდა და აქ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემებიც ჩამოვიდა, სადაც ვარ ძალიან ბედნიერი და ალბათ ხედავთ ამ ორ მომენტს შორის განსხვავებას, სადაც ვარ ძალიან ბედნიერი, როცა ჩემი ჩამოვიდა და სადაც არ ვარ ძალიან ბედნიერი. ჩამოვიდა ეს ზედა, ერთი არის შავი ფერის. აქ კარგად არ ჩანს, მაგრამ ეს არის უფრო მონაცრისფერო. ეს ულამაზესი მოწითალო ფერი და ეს კაბა, რომელიც აქ რა თქმა უნდა არ ჩანს. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 20 დეკემბერი და ამ ერთი თვის განმავლობაში დრო ისე არ დამრჩა, რომ ერთი და იგივეების გარდა სხვა რამე გამეკეთებინო.
ამიტომ რადგან მხოლოდ 11 დღე დამრჩა ამ პროექტის დასასრულებლად, ჩამოვწერე გეგმა და ამ გეგმის მიხედვით უნდა გავაგრძელო ამ 11 დღეში ჩემი პროექტი. გეგმის 50% თითქმის შესრულებული მაქვს, იმიტომ რომ წინაზე რომ გეგმა ჩამოვწერე, ისინი თითქმის ყველაფერი შევასრულე, მაგრამ რომ დავფიქრდი, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შედეგის მიღებაც მინდა მე და ამიტომ ეხლა ჩამოვწერ ახალ გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა ვიხელმძღვანელო შემდეგი 11 დღის განმავლობაში. დავწერე რვაულში. ეხლა დავიწყებ მათ შესრულებას, იმიტომ რომ დამრჩა 11 დღე და 25 მისია შესრულებელი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 25 დეკემბერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ წამდე დარჩენილია სულ რაღაც 6 დღე და ჩემი პროექტის სასასრულს უახლოვდება. თითქმის კი არა ერთი თვეა უკვე გასული, რაც ეს პროექტი დავიწყე და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ ერთ თვეში. შეიცვალა ის, რომ წელს 2025 წელს მექნება ზუსტი მიზნები, ზუსტი ოცნებები და ზუსტი გეგმები იმისა, თუ რისი გაკეთება მინდა, რისი გაკეთება არ მინდა, რა მომწონს, რა არ მომწონს და რისი გაკეთება მსიამოვნე. ამ პროექტის განმავლობაში დავწმუნდი, რომ ნებისმიერი მიზანი, რომელხელა დიდიც არ უნდა იყოს და როგორი საშიშიც არ უნდა იყოს, შემიძლია დავისახო და აუცილებლად მივიყვანო ის ბოლომდე. ამ ერთი თვის განმავლობაში საკმარისად ბევრი რამ შეიცვალა იმისთვის, რომ 2025 წელი გავაგრძელო უფრო ნათელი და უფრო დიდი გეგმებით და მიზნებით და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც ამ წელს მემიღია. ჩემი დავალების ვადაიწურება, თითქმის ყველა პუნქტი შესრულებული მაქვს. შემდეგ დღეს, როცა თავისუფალი ვიქნები, გაჩვენებთ ჩემი ერთი იდეალური დღის მაგალითს, რომელიც უნდა გავითავისო 2025 წელს. აქვე დავამატებ იმასაც, რომ ამ პროექტის წამოწყებით გადავლახე ჩემი ერთ-ერთი შიში, რომელიც იყო ხალხთან კომუნიკაცია და ვიდეოების ასე უფრო დიდი მასშტაბით ჩაწერა, რომლის გამოც თავს ვიკავებდი ამდენი ხანი ვიდეოების ჩაწერისგან და ვფიქრობ, რომ ეს ერთთვიანი პროექტი, უფრო სწორად თვენახევრიანი პროექტი დამეხმარა ჩემ თავთან უკეთესად მუშაობაში, კამერასთან მუშაობაში და ჩემი აზრების უფრო დალაგებაში. კამერასთან მუშაობა და ვიდეოს დამონტაჟება ერთ-ერთი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, რომელსაც ვფიქრობ, რომ წინასთან შედარებით კარგად გავერთვი თავი და ეს იყო ძალიან მხიარული, დიდი, მასშტაბური და უფრო ხალისით გამოწვეული.
ბოლო ვიდეო, რომელსაც წელს ნაულებში ვწერ. ამ ვიდეოთი მინდა რომ გადაგიხადოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ დარჩით ჩემთან ერთად და ბოლომდე მიყურებდით. მადლობა რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა წინა ვიდეოებს, რის გამოც გადავწყვიტე რომ შემდეგი ვიდეოების ჩამოწერა. როგორც იცით, ჩემი პროექტი უკვე დავასრულე. ყველა პუნქტი შევასრულე, რომელიც მქონდა ჩამოწერილი და რაც მქონდა გეგმაში და ერთ ადამიანს გავუჩნდა კითხვა თუ რა მიზნით ემსახურებოდა ეს ვიდეო და ეს ვიდეო არ არის იმისთვის რომ ვინმეს ყურადღება მივიქციო ან ვინმეს გამოხმაურება მივიღო. მე ამას ვაკეთებ იმიტომ რომ ეს არის ის რაც მე სიამოვნებს და თუ თქვენც ხართ ისეთი ადამიანი რომელსაც არ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და არ მოგწონთ ის რასაც მე ვაკეთებ, შეგიძლიათ არ უყუროთ, არ არის პრობლემა. ამას არც სახელის გამო არ ვაკეთებ და არც იმის გამო რომ ვინმე ვნახოს აუცილებლად. რადგან დღეს 31 დეკემბერია და ახალწლამდე ბევრი არ დარჩა, მინდა რომ ძალიან მაგარი წელი გისურვოთ, თქვენი ყველა ოცნების ასრულება გისურვოთ და ამ წელს ჩემთან ერთად უნდა აისრულოთ ჩემი ოცნებებიც და თუ თქვენსაც გამანდოთ თქვენს ოცნებებსაც დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით მათ მიღწევაში და ვიქნები თქვენი უდიდესი გულშემატკივარი. აქვე მინდა გადავუხადო მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც მიფიძგეს ამ ვიდეოს ჩაწერამდე, რომლებმაც მიფიძგეს წინა ვიდეოების ჩაწერას და რომლებმაც ძალიან ლამაზი კომენტარები მომწერეს პირადშიც და იქვე ვიდეოებზეც. დღეებში უკვე გითხარით, რომ ამ ვიდეოს მე ძალიან ბევრი რამ გამოვასწორე ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა ამ ვიდეოების ჩაწერა და გვერდებით რომ შემდეგი 12 თვის განმავლობაში მინიმუმ 12 ვიდეო იქნება იმაზე, თუ რას მივაღწიე და რამ შემიქმნა უფრო მეტი დაბრკოლებები. ძალიან მადლობა რომ დარჩით და უყურეთ ჩემს ვიდეოს. ეხლა კი გამშვიდობებით და გისურვებთ ბედნიერ შაბა ახალ წელს. მიყვარხართ ძალიან.